დღეს მე გასწავლით როგორ შევინახოთ ნიორი. როგორც იცით, უკვე ზამთარი იწურება, ნიორიც უკვე თითქოს და იფუშება და ესეთივე გამოსაყენებელი აღარ არის. ასე რომ უინდა მაქსიმალურად შევინახოთ და გამოვიყენოთ ეს ნიორი. არის მრავალნაირი გზა ნიორის შენახვის, დღეს გასწავლით ყველაზე ელემენტარულს და ყველაზე ადვილს. გჭირდება დარჩენილი ნიორი, რაც გაქვთ სახლში. გავხეხოთ. ნიორი გავხეხებ, გახეხილს ჩავაგდებ აგე პატარა კონტეინერში, ჯამში. დარჩენილი აი ეს რაც არის ხა, რაც ვერ გავხეხე უშუალოდ თითებში, რაც ვერ ჯამში და ამას წვრილად დავჭრი, რა თქმა უნდა. რომ არაფერი დარჩენი არ დაგჭირს, ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, აუცილებლად. ესე იგი, თუ 1 კილო ნიორი გაქვთ, გჭირდებათ დაახლოებით 200 მილიგრამი ზეთი. მინიმუმ, რაც უფრო მეც ჩაასხოთ, მით უფრო კარგი, მით უფრო დიდხანს შეინახავთ და ასე შემდეგ. აქ დავასხავ მე დაახლოებით, რა ვიცი, 20 მილიგრამი, ცოტაოდენი. ნუ შეგეშიდებათ იმისი, რომ ფერი შეიცვალოს. თავიდან იქნება ღია ოქროს ფერი იქნება, მე უბრალოდ მიიღებთ ცოტათი უფრო მუქ ოქროს ფერს. ეგ არ იქნება არავითარი პრობლემა. ზეთი მოვასხით, ავიღეთ მარილი გემოვნების მიხედვით, მაგრამ რაც უფრო მეც დააყრეთ, იმით უფრო დიდხანს შეინახება, რა თქმა უნდა, მე მოვაყარე დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. ესე იგი, აქ შეგვიძლია უკვე ჩვენი ფანტაზიაც გამოვიყენოთ, არამედ ჩვეულებრივი თეთრი მარილით შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია ასევე სვანური მარილი მოვაყაროთ, შეგვიძლია სიცხარე მივცეთ და წითელი წიწაკა მოვაყაროთ, რა თქმა უნდა, გადაიღებთ კილაში სასურველიო რომ ბოლომდე იყოს სავსე, თავარი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ეს ნიორი შეგიძლიათ შეინახოთ დაახლოებით 3 თვე. მეტი არ არის სასურველი. მე უკვე ძალიან მძაფრი ხდება და ნიორის გემოს კარგავს.